ბავშვებს ძალიან უყვარს ველოსიპედის ტარება. ის მათთვის კარგ გასართობ საშუალებას წარმოადგენს, იმდენად კარგს, რომ ხშირ შემთხვევაში დაუფიქრებლად სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ასეთი სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით გამოიგონეს სამუხრუჭე სისტემა mini brake, რომლის მართვა მშობლებს smartphone-ის დახმარებით შეუძლიათ. ხელსაწყო ველოსიპედის უკანა ბორბალთან მაგდება და იმ შემთხვევაში, როცა მშობელი შეამჩნევს, რომ ბავშვი ორთვლიანი ტრანსპორტით სახიფათო ზონას უახლოვდება, გაჯეტი ბრძანების საფუძველზე მალევე აქტიურდება, რაც ველოსიპედს ავტომატურად დამუხრუჭებას აიძულებს. ამასთან ერთად სამუხრუჭე სისტემა უკვე დამოუკიდებლად აქტიურდება მაშინ, როცა smartphone-სა და mini brake შორის დაშორება 50 მეტრს შეადგენს. ეს ფუნქცია ბავშვებს აიძულებს ველოსიპედით ყოველთვის მშობელთა კონტროლის ზონაში ისეირნონ. ამერიკელმა ტომას ლარსონმა iOS მოწყობილობისთვის განკუთვნილი დამატებითი აქსესუარის Microphone Lens 150X-ის დახმარებით iPhone-ი მიკროსკოპად გადააქცია. როგორც სახელიდან ხვდებით, მცირე ზომის ლინზას შეუძლია გამოსახულება 150-ჯერ დააახლოვოს. აქსესუარი smartphone-ის კამერაზე მაგდება და მიკროსკოპად გვევლინება. ეს არ არის ტომასის პირველი პროექტი. თავდაპირველად მან Microphone Lens-ი გამოიგონა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოსახულება მხოლოდ და მხოლოდ 15-ჯერ დავაახლოვოთ. თუმცა ლარსონმა iPhone-ი ამჯერად უკვე სრულფასოვან ლაბორატორიულ აგრეგატად გადააქცია და ლინზასთან ერთად ახალ პროდუქტს დიზაინით შეუცვალა. გასაოცარი შესაძლებლობების მქონე აქსესუარის ფასი $42 შეადგენს. იაპონური ავტოგიგანტი Honda ცნობილია არამხოლოდ ავტომობილების წარმოებით, არამედ ძალიან წარმატებული რობოტექნიკის გამოგონებითაც. ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებმა ნიუ-იორკში გამართულ ავტოშოუზე რობოტ ჰუმანოიდის ASIMO-ს განახლებული ვარიანტი შემოგთავაზეს. ახალი მოდიფიკაციის ხარჯზე რობოტს ყოველგვარი იძულებული გაჩერებისა და შენელების გარეშე შეუძლია კიბეებზე ასვლა და ჩამოსვლა. ასევე ადამიანებთან უკვე ჟესტების ენით საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქციის საერთო იერსახე დიდად არ შეცვლილა, აშკარაა, რომ Honda-s ინჟინერებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს სხეულის ზედა და ქვედა ნაწილების გასაუმჯობესებლად. ASIMO-s ხელებში ინტეგრირებული სენსორების დახმარებით ჰუმანოიდი კიდურში არსებულ საგანზე ზეწოლის სიძლიერეს აკონტროლებს. ასე რომ ტექნოლოგიური მოწყობილობის პოტენციური მფლობელები თავისუფლად იყავით, რადგან თქვენი ბრძანების შესაბამისად Honda-s რობოტი ყავას პლასტიკური ან ქაღალდის ფინჯანით სასმელის დაღვრის გარეშე მოგართმევთ. ASIMO-s პროექტს 14 წელი უსრულდება. კომპანიის მთავარი მიზანია შეიქმნას უბრალო მექანიზმის მქონე უნივერსალური რობოტი, რომელიც სამუშაო ოფისებში და საცხოვრებელ სახლებში დამხმარეს როლს შეასრულებს და ადამიანის სანდო მეგობარი იქნება. EggMinder ეს არის თანამედროვე ფუნქციონალურობის მქონე ხელსაწყო, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლებს შეატყობინოს თუ როგორი შენახულობის არის კვერცხი და როდის შეიძინეთ ის. ასევე გაიგებთ თუ რამდენი კვერცხი დაგჭათ სპეციალურ ჩასადებში. თუკი თქვენ კვერცხის გახარჯვას ვერ აკონტროლებთ, EggMinder დასახმარებლად ყოველთვის მზად არის. სპეციალური ჩასადები გათვლილია 14 კვერცხზე. ამიერიდან ლურჯი ინდიკატორების დახმარებით შეიტყობთ თუ რომელია ყველაზე ძველი და შესაბამისად პირველად მას მოამზადებთ. თუკი მაღაზიაში ყოფნის დროს დაგავიწყდათ მაცივარში რამდენია მათი რაოდენობა და შესაბამისად ვერ საზღვრავთ თუ რამდენი შეიძინოთ, ამ ყველაფერში iOS-ისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამა დაგეხმარებათ, რომელიც EggMinder-ს დაუკავშირდება, საიდანაც მალევე შეიტყობთ არსებული პროდუქტის რაოდენობას. ეს ხელსაწყო $60 ღირს. გჭირდებათ თუ არა ის, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. მოგესალმებით, რომ 2013 წლის 29 ნოემბერს ევროპის მასშტაბით გაყიდვაში სანატრელი PlayStation 4 ჩაეშვა. დღეს მე გიამბობთ ამ კონსოლის შესახებ ყველაფერს, რისიც ოდნავ აუცილებელია. თავდაპირველად მოდით დავიწყოთ კომპლექტაციით. პირველი შთაბეჭდილება PlayStation 4-ის ნახვის შემდეგ ეს მისი ზომაა, განსხვავებით გიგანტური Xbox One-ისგან. ეს მოწყობილობა აშკარად უფრო კომპაქტურია. ის ზომებშიც უფრო პატარაა ვიდრე Sony PlayStation 3-ის პირველი მოდელი. შესაბამისად, მისი გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე ძალიან მარტივია. ასევე Sony PlayStation 4 გვაძლევს საშუალებას მისი ზომიდან და ფორმიდან და დიზაინიდან გამომდინარე თითქმის ნებისმიერ მდგომარეობაში მოვათავსოთ.
ბოლოთაობის Sony-ს პატარა კორპუსის მიუხედავად ინჟინერებმა მაინც გამონახეს ადგილი მასში ძალიან ძლიერი გამაგრილებელი სისტემის ინტეგრირებისთვის. შესაბამისად, ძალიან ძლიერი დატვირთვის დროსაც Sony PlayStation 4 თითქმის არ ხმაურობს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მათ ვისაც ჰქონდათ აქამდე შეხება PlayStation 3-თან, PC4-ზე მანევრირება ძალიან გაგიადვილდება და იგივე მენიუში ნავიგაციაც. ეს კონსოლი ტექნიკურად აღჭურვილია ძალიან ძლიერი 8 ბირთვიანი AMD Jaguar-ის პროცესორით, რომელიც სხვათა შორის უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ასევე აქვს იგივე AMD Radeon-ის 1.84 ტერაფლოპსის გრაფიკული პროცესორი. გააჩნია GDDR5-ის 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, ხოლო კონსოლის Winchester-ი 500 გიგაბაიტიანი. ასე რომ ჩამოტვირთეთ თქვენთვის სასურველი თამაში და უბრალოდ გაერთეთ. Oh, this fast healing stuff is gonna come in real handy. This is our day. Sony-ს ახალმა Gamepad-მა DualShock 4-მა დიზაინისა და კომფორტის მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. ის უკვე აღარ არის 90-იანი წლების არქაიკული კონსტრუქცია. ახალი Gamepad-ი არის ძალიან ლამაზი, მჩატე, საკმაოდ კომფორტულად თავსდება ხელებში, გააჩნია უფრო გაუმჯობესებული სტიკები. კონსოლის ინჟინერებმა და გამომგონებლებმა მასში ჩადეს ყველა ის ფუნქცია, რისი წარმოდგენაც აქამდე ჩვენ შეგვეძლო. ეს Gamepad-ი აღჭურვილია touch panel-ით, გიროსკოპით, მოძრაობის სენსორებით, მიკროფონით და დინამიკითაც კი. ეს მინი დინამიკები გამოიყენება თამაშის დროს მეორადი ხმებისა და დიალოგების უკეთ გასაგებად. სხვათა შორის ამიერიდან უკვე გარნიტურის ან თუნდაც ყურსასმენების შეერთება თქვენ უკვე პირდაპირ DualShock 4-ში შეგიძლიათ. და ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. Gamepad-ს ნაკოვანებებიც გააჩნია, მაგალითად ეგრეთ წოდებული შეარ ღილაკი, იგივე გაზიარების ღილაკი და სხვადასხვა ოფციების ღილაკი ისე არის მოთავსებული, რომ ძალიან რთულია მისი ბრმად აღქმა და ამ ღილაკებზე თითის დაჭერა. რაც შეეხება ინტერფეისს, მან საფირმო ჰორიზონტალური განლაგება შეინარჩუნა, თუმცა უფრო ლამაზი და ინფორმაციული გახდა. მაგალითად, თამაშები, რომლებსაც მომხმარებლები უფრო ხშირად თამაშობენ, უკვე ეკრანის ცენტრში არის მოთავსებული. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ მალევე ჩართოთ თქვენთვის სასურველი და საყვარელი თამაში. იგივე პრინციპით შეგიძლიათ გაიგოთ თუ რომელ თამაშებს ანიჭებს უპირატესობას თქვენი მეგობრები და მომენტალურად შეუერთდეთ მათ. თამაშის გარდა მეგობრებს შეგიძლიათ ეკონტაქტოთ და გაუზიაროთ სხვადასხვა სახის სკრინშოტები. ამ ყველაფერში კი Sony PlayStation 4 ნამდვილად დაგეხმარებათ. Hey man, hurry up! Come on, I need your help. Get over here. Dude, I'll be there in a sec. ყველაფერი რაც შეეხება ონლაინ და სოციალურ ფუნქციებს, ამ მხრივ Sony PlayStation 4 ნამდვილად ახალ ეტაპზე გადავიდა. ინტერნეტ ბრაუზერიც კი, რომელსაც წინა კონსოლებზე ფაქტიურად ვერ გამოიყენებდით, ძალიან დაიხვეწა, უფრო ლამაზი გახდა, უფრო სწრაფი გახდა და საიტებზეც, სხვადასხვა საიტზეც ძალიან ლამაზი გამოსახულებით გადაგიყვანთ. და რაც ყველაზე სასიხარულოა, მას უკვე დაემატა YouTube-ი მხარდაჭერაც. PS4-ის კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ ამიერიდან აღარ დაელოდოთ თამაშის სრულად ჩამოტვირთვას და პარალელურ რეჟიმში ითამაშოთ ის. მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვეტეთ 40 გიგაბაიტიანი თამაშის ჩამოტვირთვა, ამ შემთხვევაში დაელოდებით მხოლოდ 1 გიგაბაიტის ჩამოტვირთვას და პარალელურად უკვე გაუშვებთ თამაშს.
ამასობაში კი კონსოლი ავტომატურად ჩამოტვირთავს მას. იგივე პრინციპით მუშაობს ასევე დისკით თამაშის დაინსტალირება კონსოლზე. დაელოდებით რამდენიმე პროცენტს, რის შემდეგაც თქვენ უკვე შეგიძლიათ გაუშვათ თამაში, ხოლო კონსოლი დაასრულებს ავტომატურად ამ ყველაფრის ჩამოტვირთვას და დაინსტალირებას. სწორედ აი ასეთი დეტალების ხარჯზე ხვდებით, რომ ახალი თაობა ნამდვილად მოვიდა და ის უკვე ჩვენს გვერდით არის. Sony-s ახალი თაობის კიდევ ერთი მინი რევოლუცია ის არის, რომ ამიერიდან თქვენ შეძლებთ Twitch TV-ზე და Ustream-ზე თამაშების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას. ამ ყველაფერში კი Gamepad-ზე მხოლოდ შეარ ღილაკს უნდა დააწვეთ და სულ ეს არის. პირდაპირ ტრანსლაცია შეგიძლიათ ასევე დაადოთ ხმოვანი ბრძანებები. ამ ყველაფერში კი Gamepad-ში ინტეგრირებული მიკროფონი დაგეხმარებათ. ამით PlayStation 4 სიახლეები არ დასრულებულა, თუ თქვენ PS Vita-ს მფლობელი ხართ, გაწმუნებთ, რომ ის ძალიან კარგად მუშაობს PlayStation 4-თან ერთად. PS4-დან ნებისმიერი თამაშის ტრანსლირება ძალიან მარტივია PS Vita-ზე, შესაბამისად თქვენ უკვე შეგიძლიათ ნებისმიერი თამაშის დახურვა ტელევიზორისგან მოშორებითაც კი. ამისათვის თქვენ მხოლოდ Wi-Fi-ის დაფარვის ზონაში უნდა იმყოფებოდეთ. ასევე თუ თქვენ სახლიდან გასული ხართ, ნუღარ შეგეშინდებათ, რადგან smartphone-იდან და პლანშეტიდან PlayStation App-ის სპეციალური პროგრამის დახმარებით თქვენ უკვე შეგიძლიათ მარტივად დაუკავშირდეთ PlayStation 4-ის საკუთარ სისტემას. ამით დღევანდელი განხილვა დასრულდა. Sony PlayStation 4 ნამდვილად არის წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ახალი თაობის კონსოლი. თამაშების მოყვარულებო მყარად მოთავსის სავარძლებში და დატყვით თქვენთვის სასურველი თამაშების თამაშით. არ გადართოთ, ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. საბრძოლო სიმულატორების საუკეთესო წარმომადგენელი კლავინდებურად მოწოდების სიმაღლეზეა. ამ ჟანრის მოყვარულებს არ გაუჭირდებათ მიხვედრა თუ ვის ვგულისხმობთ. ხოლო ყველასათვის ნათელი რომ გახდეს ჩვენ Arma-ს ფრენჩაიზზე და მის უახლეს წარმომადგენელ Arma 3-ზე გვაქვს საუბარი, რომლის დეველოპერი კლავინდებურად Bohemia Interactive-ია. ამასთან ეს უკანასკნელი გამომცემლის როლშიც გვევლინება. თამაშის რელიზი 2013 წლის სექტემბერში შედგა Microsoft-ის Windows პლატფორმისთვის. შეგახსენებთ, რომ გუნდი არანაკლებ ცნობილი ტაქტიკური შუთერის Operation Flashpoint-ის დეველოპერი გახლდათ, რომელიც მოგვიანებით მთლიანად Codemasters-ის ხელში გადავიდა. თუმცა შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ Arma Cold War Assault-ი Bohemia Interactive-ის სადებიუტო თამაშია, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა Codemasters-ის მიერ, როგორც Operation Flashpoint-ი, რომელმაც საკმაოდ დიდი აღიარება მოიპოვა და სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად წლის თამაშის ტიტულიც მიიღო. დღეს ნაკლებად სავარაუდოა ამ ჟანრის რომელიმე წარმომადგენელი წლის თამაშად მოგვევლინოს, თუმცა იმ დროისთვის ეს ნამდვილად ახალი ხილი იყო თამაშების ინდუსტრიაში, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პერსონალური კომპიუტერის ყველაზე გაყიდვადი თამაში აღმოჩნდა. ხოლო Bohemia Interactive-მა 2006-2007 წლებში ფრენჩაიზ ახალი სიცოცხლე შთაბერა და დღის შუქზე Arma Armed Assault-ი ვიხილეთ, რასაც რამდენიმე წლის შემდეგ თამაშის მეორე ნაწილი მოჰყვა. მისი გამოსვლიდან საკმაოდ მცირე დროში ახალი Arma 2 Operation Arrowhead-ის რელიზიც შედგა, რომლის მხარდაჭერას დიდხანს გაგრძელდა და არაერთი DLC შეემატა. ხოლო 2012 წელს გამოსულმა უფასო მოდმა სახელად Daisy-მ თამაშის სამყაროს ზომბების survival horror-ად გადააქცია, რამაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, რის შემდეგაც მისი როგორც ცალკეული თამაშის შექმნა ჩაიყარა საფუძველი. Arma 3 წინამორბედებისგან განსხვავებით ბევრად დაიხვეწა. პირველ რიგში აღსანიშნავია მისი მასშტაბები. თამაშის მთავარ რუკას კუნძული Altis-ი წარმოადგენს, რომელიც დაახლოებით 270 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და რეალურად არსებული კუნძულის, Lemnos-ის მიხედვით არის შექმნილი. ხოლო პატარა რუკა Stratis-ი ზომაში 20 კვადრატულ კილომეტრს აღემატება. მსგავსი მასშტაბები საუკეთესო წინაპირობას ქმნის ნებისმიერი სახის ბრძოლების საწარმოებლად.
თამაშის კამპანია 3 ეპიზოდისგან შედგება, სადაც ნატოს ძალები იბრძვიან აღმოსავლური არმიების ალიანსთან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან CSAT-ის აბრევიატურის ქვეშ. არმა არ გვთავაზობს კინემატოგრაფიულ სცენებს, რომელშიც ერთდროულად 1000 ნავხტება, ისე როგორც თუნდაც Call of Duty-ში, სადაც გზად უამრავ მეტოქეს ბუზები ვითხოვცალ. თავად კი სრულიად უვნებელი რჩებით. თუ თქვენ მიჩვეული ხართ და მოგწონთ მსგავსი სცენარის მქონე თამაშები, დიდად სავარაუდოა, რომ არმა თქვენთვის ძალიან მოსაწყენი გამოდგება. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ თამაშზე, სადაც შესაძლოა რამდენიმე კილომეტრის გავლა ისე მოგიწიოთ, რომ არავინ შეხვდეთ, ხოლო შემდეგ მტრის მიერ უეცრად გასროლი ერთ ტყვიას ემსხვერპლოთ. ამიტომ თამაში თქვენგან დიდ მოთმინებასთან ერთად არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს, რადგან თქვენ რეალურ საბრძოლო სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოვებულ გარემოში აღმოჩნდებით. იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედებები 2015 წელს ხდება, დეველოპერებმა გადაწყვიტეს სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკაში ცვლილებები შეეტანათ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უმეტეს მათგანს სიღრმისეული მოდერნიზაცია ჩაუტარეს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ტექნიკა, რომელიც განვითარებულია ნაკლებად შემჩნევადობის პრინციპით, რაც ყველაზე მეტად UH-60 ეთყობა. ამ მხრივ უზუსტობებით საკმაოდ მრავლად არის და რაღაც პროცენტით თამაში ფანტასტიკის სფეროშიც გადადის. თუმცა მეორე მხრივ ნამდვილად საინტერესოა არც თუ ისე შორეული მომავლის ბრძოლების სიმულაცია, სადაც საშუალება გეძლევათ გამოცადოთ უამრავი სახის ტექნიკა, როგორც ხმელეთსა და ზღვაში, ისე ჰაერშიც. შეასრულოთ სხვადასხვა სახის საბრძოლო ამოცანები, რომლებიც არაერთ გამოწვევას გვირდებიან. თამაში არსებობს 4 ფრაქცია: NATO, CSAT, AAF და FIA. თითოეულ მათგანს განსხვავებული ტექნიკა, უპირატესობები და სუსტი მხარეები გააჩნია. თუმცა NATO ძალები ყველაზე მრავალფეროვანი და დიდი საბრძოლო კონტინგენტით არის წარმოდგენილი. ერთი შეხედვით, ყველა პირობაა შექმნილი ფართომასშტაბიანი ბრძოლებისთვის, მაგრამ ცუდი პერფორმანსი ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. რჩება შთაბეჭდილება, რომ დეველოპერებმა Real Virtuality 4-ის ზრავის განვითარებას და თამაშის ოპტიმიზაციას საკმარისი დრო არ დაუთმეს. ამას ისიც ემატება, რომ ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ გაუმართავია. როგორც მოწინააღმდეგის, ისე თანამებრძოლების მოქმედებები ხშირად გაურკვეველი და სრულიად ალოგიკურია. მიუხედავად იმისა, რომ ბაგები თავს მაინც და მაინც არ შეგაწყენთ, არც ამ მხრივ არ არის საქმე დადებითად და შესაძლოა არც თუ ისე ხშირად თქვენი გაღიზიანების მიზეზიც გახდეს. სხვა საკითხია თამაშის ფიზიკა, რომლითაც დეველოპერები თავს ასე იწონებდნენ, რომელსაც რაიმე დასაწუნი ნაკლებად აქვს თუ საგზაო შემთხვევებს, შეჯახებებს და სიმაღლეებიდან გადავარდნებს არ ჩავთვლით, რაც საკმაოდ არაბუნებრივი და ბაგებით სავსეა. რაც შეეხება ტექნიკის მართვას და სროლის სისტემას, საკმაოდ კარგად არის შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრ უარყოფით მხარეს შევეხეთ, არმასამის მასშტაბებისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მაინც კარგი თამაში მივიღეთ. საკმაოდ ნორმალური ვიზუალით, წინამორბედებისგან განსხვავებით ბევრად უკეთესი კამპანიით, შესანიშნავი რედაქტორითა და რაც მთავარია მრავალმოთამაშიანი რეჟიმით, რომელიც თამაშის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა. იმედია დეველოპერები არმა 2-ის მსგავსად გრძელვადიან მხარდაჭერას უზრუნველყოფენ და თამაშს ბევრად საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდიან. რის საწყისადაც უახლესი DLC Zeus-ი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას რეალურ დროში აკონტროლოთ მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი და არედაქტიროთ რუქა და წარმართოთ სცენარი თქვენი სურვილის მიხედვით. Dან 26 აპრილის ჩათვლით Expo Georgia-ს მესამე პავილიონში იმართება საქართველოს ინოვაციების კვირეული. ამ 3 დღის განმავლობაში იმართება ამ კვირეულის დასკვნითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც იმართება კონფერენციები, სხვადასხვა ტრეინინგები, ვორქშოპები, ასევე პროგრამისტებისთვის კონკურსები, ჰაკათონი, code battle, ასევე გვაქვს ტექნოლოგიური გამოფენა, ქართველი ახალგაზრდების, და არა მარტო ახალგაზრდების ნამუშევრები, სადაც რობოტები, სხვადასხვა გამოგონებები, მექანიზმების გამოფენა ხდება. გარდა ამისა გვაქვს სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეების გამოფენა, მაგალითად Google Glass-ი, Oculus Rift-ი და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი ღონისძიება ამ კვირეულის განმავლობაში, რომელიც დაგეგმილი არის, ეს არის Startup Terasa, ახალგაზრდული ბიზნეს იდეების პრეზენტაციები ტერასაზე Expo Georgia-ში. საკმაოდ დიდი ღონისძიება არის, კომპლექსური ღონისძიება არის და უნდა აღინიშნოს ამ ღონისძიების განვითარება. უკვე მესამედ ტარდება ეს ღონისძიება, ჩატარდა ორჯერ ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ასევე ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის და Google-ის დეველოპერების ჯგუფის თანამშრომლობით, თუმცა ახლა უკვე მესამედ ტარდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, რომელიც ზუსტად ახლახან შეიქმნა და ზუსტად იმისთვის შეიქმნა, რომ ასეთი ღონისძიებები რაც შეიძლება ხშირად და უფრო დიდი და ეფექტური ჩატარდეს. მინდა აღვნიშნო, რომ
დღეს ჩვენს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული მაგალითები ინოვაციური კომპანიების, თუმცა სამწუხაროდ დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის ინოვაციების მიმართულებით, არის ძალიან დაბალი. ბიზნესის კეთების მიმართულებით საქართველოს მერვე ადგილას არის, იგივე ინოვაციების მიმართულებით საქართველოს საკმაოდ შორს არის და 70-ე ადგილზე. საქართველოში ამ სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონკრეტული ღონისძიება, საქართველოს ინოვაციების კვირეული. აქ ხდება ახალი იდეების ფორმირება, ასე ვთქვათ, გაცნობა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების და ასე შემდეგ. კვირეულის მეორე დღეს არის Google-ის სესია, ყავს მოწვეული სპიკერები Google-ის უკრაინის ოფისიდან, ასევე Google-ის ოფიციალური რესერელი ვალორანი იქნება ერთ-ერთი გამომსვლელი მეორე დღეს. ასევე პარალელურად სესიების პარალელურად მიმდინარეობს Code Battle, ეს არის შეჯიბრი პროგრამისტებისთვის, მათ აქვთ კონკრეტული ამოცანები, რომლებიც უნდა მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეასრულონ და ამოხსნან. Code Battle არის კონკურსი, სადაც დეველოპერებს საშუალება ეძლევათ შეზღუდული დროის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრონ ყველა კონკრეტული დავალებების გაკეთებაში. რაც შეეხება დავალებებს, დავალებები მოცემულია სირთულის დონეების მიხედვით, ასე რომ დამწყებს, უკვე რაც საშუალო დონის ცოდნის მქონეს და ასე უძლიერო მონაწილეებს, ასე რომ თანაბარი ვარიანტები აქვთ იმის, რომ გაიმარჯვონ. ვაკეთებ პრავა, რომელიც სწავლობს ყველა და ჩემი არის სიმულატორი, ანუ პრავა 3D. ეს არ არის სიმულატორი, რომელიც ატარებს შენ თვითონ მანქანას. ეს იგივე არის, როგორც უყურებ, როგორც სურათზე იყო, ოღონდ არის 3D ფორმაში ყველაფერი და მაგ დროს შენ როცა არასდროს პასუხს მე არ ტყავმანთ, ეგ მანქანა მიდის და აჩვენებს რა მოხდება მაგ დროს. ანუ იქნება რაღაც ავარია. თუ სწორ პასუხზე მოკლიკავ და მანქანა ისედაც წავა, რომ ნახო როგორ გააკეთო ეგ, ანუ თუ არ შეიძლება უკან წავიდეს მანქანა, რომ შემოხვეს, ცოტა წავა წინ და მე აჩვენებს სად შეიძლება რომ შემოხვეს. ჩვენი გუნდი ახლა წერთ applications, რომელსაც ქვია Jari Map და ესე იგი სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს არის როდესაც ჯარიმა დაგეწერება, აი მაგალითად City Park-ის ჯარიმა, ეს გახსენებს, რომ შენ გაქვს გადასახდელი. ან საჭიროება ამ აპლიკაციის არსებობის ნამდვილად არის, იმიტომ რომ როდესაც შენ ჯარიმდები მცირე თანხით და შემდეგ გავიწყდება გადახდა, მერე მას ემატება ადმინისტრაციული ჯარიმები და გადასახდელი უფრო მეტია. მე ვარ გიორგი გაბარაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი. საქართველოს ინოვაციების კვირეულზე მოხვდი, პირველ ჰაკათონზე ქონა გატანილი რობოტი და ორგანიზატორები იყვნენ. და იქიდან დაგვიკავშირდნენ უნდათ ჩვენი რობოტების ნახვა კვირეულზეც. წარმოდგენილი გვაქვს 3 სხვა მოწყობილობა, აგრარული სტუდენტების აწყობილი, უმეტესობა პირველ კურსელების აწყობილი. მათ შორის არის ერთი ეს რობოტი, რომელიც არის პირადად ჩემი აწყობილი, აბსოლუტურად დამოუკიდებლად. რობოტის დანიშნულება ლაბირინთებში გაიკვლიოს გზა, ასე ვთქვათ. აქვს სამცალი სენსორი, ინფრაწითელი სენსორი, რომელთაც მანძილებს ზომავს, დაბრკოლების ხედავს, ასე ვთქვათ და ისჩეს ოპტიმალურ გზას. ერთ შეხედვით არის ძალიან პატარა, მარტივი რაღაც, მაგრამ ლოგიკა არის დაახლოებით იგივე, რაც არის რაღაც თანამედროვე ავტოპილოტიან მანქანებში. მთელი მსოფლიოში ტენდენცია ასეთი, რომ გადავიდნენ მანქანებზე, რომელსაც არ დაჭირება მძღოლი. ესაა მაგის, ასე ვთქვათ, პატარა ასლი. მე წარმოვადგენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ეს გამოგონება შექმნილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სახელით
ჩვენ გვაქვს მიღებული ამაზე უკვე პატენტი საქართველოსი. ეს სისტემა წარმოადგენს ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემას. მისი მოქმედების პრინციპი ემყარება რეზონანსის მოვლენას, ელექტრომაგნიტური რეზონანსის მოვლენას, სადაც რეზონანსის ჩამოყალიბების პროცესი მართვა ხდება პროგრამულად მიკროპროცესორული ბლოკის საშუალებით და ზუსტად იმართება გამოსხივებული სიხშირე, სტატიკური ველი და დისტანცია, სიმძლავრე. აი ეს რამოდენიმე პარამეტრი ჩვენ გვაქვს პროგრამულად შეგვიძლია ვცვალოთ და ეს სისტემა ამ სისტემას აქვს ასეთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ უფრო გავზარდოთ მანძილი, გადაცემის დისტანცია და სიმძლავრეს. აი ეს არის ჩვენი უპირატესობა და რაც მთავარია, გადამტანის სიხშირე, მატარებელი სიხშირე ელექტრომაგნიტური გამოსხივების დაბალია. შეადგენს 100-150 კილოჰერცს, რომელიც Philips-ის სტანდარტის მიხედვით უნებელია ცოცხალი ორგანიზმებისათვის. აი ეს ჩვენი უპირატესობა კიდე ამაში მდგომარეობს. ინოვაციების კვირაულის ფარგლებში მე ვსაუბრობდი თემაზე ტალანტები და მათი მიმდევრები, რომელიც ვფიქრე, რომ აქტუალური არის დღეს, აქტუალური არის სარეკლამო ინდუსტრიისთვის და მთავარი მესიჯი, ასე ვთქვათ, იყო ის, რომ ალბათ სასარგებლო იქნება, როცა შთაბეჭდილებას მოახდენ ტალანტით და არა შენი აროგანტულობით, პირობით. ზოგადად ეს იყო თემა. ეს ამ ხრივ პრობლემები გვაქვს საქართველოში და ვფიქრობ არა მარტო საქართველოში. ზოგადად ეს დამოკიდებულება, რომ მომხმარებელი არის უტვინო იმბეცილი, სამწუხაროდ ძალიან გავრცელებული ფენომენი არის სარეკლამო ინდუსტრიაში. რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ 80% სარეკლამო პროდუქტის, რასაც ხედავთ, ქვე მესიჯი შეიცავს, როდესაც უყურებ, რომ გონია, რომ აღიქონ როგორც დებილს, რომელიც ვერ გაიგებს ვერაფერ საინტერესოს და ორიგინალურს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქტუალურია და არა მარტო საქართველოსთვის. თუმცა ამისი ალტერნატივა არის ის, რომ დაყო შენ ეს ორი ნაწილი, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის ეს ორი მხარე დაყო ტალანტებად და მათ მიმდევრებად. იმ შემთხვევაში, როცა შენ ლაპარაკობ და იყენებ ტალანტს, ნიჭს, შესაძლებლობას, ეს არ არის აუცილებელი ხატვის ნიჭი იყოს. საინტერესოდ მოფიქრებული კონცეფცია, იდეაც გარკვეულწილად ნიჭი და ტალანტი არის. ეს ხალხში ინსტინქტურად იწევს ხდის შენ ავტორიტეტს და ინსტინქტურად იწევს იმის მოთხოვნილებას, რომ შენ გამოკვდენ, შენ დაგიჯერონ, მოიხმარონ შენი პროდუქტი თუ მომსახურება, რასაც შემას თავზე. საკმაოდ დატვირთული ღონისძიება არის, საკმაოდ იზრდება ზოგადად ასეთი ღონისძიებების მიმართ დაინტერესება, რაც ძალიან გვიხარია, არა მარტო მონაწილეების მხრიდან, არამედ უკვე ღონისძიების გახსნას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი, სამთავრობო სექტორიდან ძალიან ბევრი წარმომადგენელი, ბიზნესიდან, ასევე უნივერსიტეტები, აკადემიური სექტორი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა დღევანდელ ჩვენს პროექტს, ღონისძიებას. გარდა ამისა, მარტო კვირაულის მიმართ არ იზრდება დაინტერესება, რაც ყველაზე სასიხარულო არის, უფრო და უფრო იმატებს ასეთი მსგავსი ღონისძიებების რაოდენობა, ჩატარდა უნივერსიტეტებში ჰაკათონი, ჩატარდა თამაშების მიმართულებით კონკურსები, ან საკმაოდ ბევრი კარგი საინტერესო ღონისძიება და იზრდება დაინტერესება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურად გადაიზრდება ამ თვლიან და ამ სფეროს განვითარებაში. ჩვენ მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ და ისევ ეს ამ დღევანდელი კვირაულის ორგანიზატორი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე ძალიან ბევრ პროექტზე მუშაობს და უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება თბილისში და არა მარტო თბილისში.